სიქსტეს კაპელის თავზე თეთრი კვამბი ამოვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ რომის პაპი აირჩიეს. ეს არის კარდინალი რობერტ პრევოსტი, რომელმაც პაპის სახელად ლეო მე-14 აირჩია. შესაბამისად, რომის ახალი პაპი ლეო მე-14 იქნება. როგორც კი კანდიდატი ხმების 2/3-ზე მეც მიიღებს, კონკლავის ყველაზე მაღალი რანგის კარდინალი მას ორ კითხვას დაუსვამს. პირველი, აღიარებს თუ არა მის კანონიკურ არჩევას უზენაეს პაპად. მეორე, რა სახელი სურს რომ დაუძახონ. პაპის მიერ სახელის არჩევა შეიძლება მიუთითებდეს მისი პაპობის მიმართულებაზე. გარდაცვლილმა პაპმა ფრანცისკემ სახელი აირჩია ასიზელი ფრანცისკეს პატივსაცემად, იტალიელი წმინდანის, რომელმაც უარი თქვა ოჯახის სიმდიდრეზე და ღარიბების დამცველი იყო. ის იყო პირველი პაპი, რომელმაც ფრანცისკეს სახელი აირჩია. ფრანცისკეს წინამორბედმა პაპმა ბენედიქტ მე-16-მ განაცხადა, რომ მან სახელი ბენედიქტ მე-15-ის პატივსაცემად აირჩია, რაც ლათინურად კურთხეულს ნიშნავს. Misereatur vestri omnipotens Deus, et dimissis omnibus peccatis vestris.